ახლა განვიხილოთ ვაჭრობის მომგებიანობისა და ურთიერთდამოკიდებულების თემა. წინა ლექციებზე ჩვენ როდესაც ვეცნობოდით ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, ძირითად მამოძრავებელ იდეებს, ჩვენ გავიგეთ ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვაჭრობას შეუძლია ყველა მდგომარეობის გაუმჯობესება. ახლა ამჯერად ამ თავში ჩვენ უკვე უფრო დეტალურად ჩავიხედავთ ამ მექანიზმში და ვნახავთ თუ რატომ რა ფაქტორებიდან გამომდინარეობს ის, რომ ინდივიდები ერთმანეთს შორის ვაჭრობენ, სახელმწიფოები ვაჭრობენ ერთმანეთს შორის და ამით ისინი სარგებელს ნახულობენ. ამგვარად ვაჭრობის თემა თავისთავად არ არის განყენებული ფენომენი, იგი უშუალოდ განაპირობებს იმას, რომ ეკონომიკურ სუბიექტებს შორის არსებობს ურთიერთდამოკიდებულება და ბუნებრივია ეს დამოკიდებულება არ არის ზოგადი, თუმეტეს ძალადობრივი ხასიათის, არამედ სწორედ ამ დამოკიდებულების საფუძველზე ვაჭრობაში მონაწილე ყველა მხარე ნახულობს სარგებელს. ჩავხედოთ ამ მექანიზმებში უფრო დეტალურად კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ჩვენი სამუშაო დღე. გაუძებისთანავე ჩვენ ასე ვთქვათ, პირველი რასაც ვაკეთებდეთ, გახლავთ ის, რომ მივირთმევთ წვენს, რომელიც მომზადებულია შეიძლება ჩვენს მახლობელ გარემოში მოყვანილი ფორთოხლისაგან, ან როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, საკმაოდ შორი მანძილიდან შემოზიდული ხილის გამოყენებით. შემდგომ ვსვავთ ყავას, რომელიც წარმოადგენს პროდუქტს, რომელიც ძალზე დიდი და შორი მანძილიდან გახლავთ მოწოდებული. თუ გადავხედავთ ჩვენ ტანსაცმელს, აღმოვაჩენთ, რომ პრაქტიკულად ყველაფერი იქნება ეს ზაფხულის თუ ზამთრის სხვადასხვა სეზონის ტანისამოსი დამზადებულია სხვადასხვა ქვეყნებში. და რაც მთავარია, ამ ტანსაცმლის შესაკერად ნედლეული, რომელიც შემდგომ ქსოვილად იქცევა, ნედლეული მოყვანილია ერთ ქვეყანაში, წარმოებულია ქსოვილის სხვაგან და სავსებით შესაძლებელია, რომ იგი იკერებოდეს კიდევ მესამე ქვეყანაში. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზე მაღალია თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების როლი. ახლაც თქვენ ჩასკერით მონიტორს კომპიუტერისას, რომელიც დამზადებულია სხვა ქვეყანაში. უნივერსიტეტში მიმავალი გამოიყენებთ სატრანსპორტო საშუალებებს, ან საკუთარს, ან ძირითად შემთხვევაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც აგრეთვე სხვაგან გახლავთ დამზადებული. ანუ პრაქტიკულად ჩვენ ვაკვირდებით, თუ რაოდენ ფართოდ არის წარმოდგენილი ჩვენ ცხოვრებაში საქონელი, რომელიც დამზადებულია იმ ქვეყნებში საწარმოებისა თუ ადამიანების მიერ, რომელთა შესახებ ჩვენ წარმოდგენა სრულად არ გაგვაჩნია. და რაც მთავარია, მექანიზმი განმაპირობებელი ამ ეკონომიკური დამოკიდებულებისა, ურთიერთდამოკიდებულებისა გახლავთ ის, რომ
ყველა მხარე ამ ეკონომიკურ ტრანზაქციაში, ამ ეკონომიკურ გარიგებაში მონაწილე ყველა მხარე ამით სარგებელს პოულობს და ძალზე დიდია მისი დაინტერესება. ანუ ჩვენ როგორც ინდივიდი ან საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვიხდით ფულს იმაში, რომ მივიღოთ მომსახურება სატრანსპორტო ამ შემთხვევაში, ან შევიძინოთ საქონელი დასაცმელი ამ შემთხვევაში, სრულიად არ არის განპირობებული ზოგადი აუცილებლობით. ჩვენ ვარჩევთ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე მისასადაგებელია, მოსაწონია და რაც მთავარია, ფასის თვალსაზრისით მისაღებია. ხოლო მწარმოებელი თავის მხრივ საწარმოო ციკლს ანხორციელებს იმისათვის, რათა მან საბოლოო ჯამში ნახოს მნიშვნელოვანი სარგებელი. როგორც ვიცით, მთლიანობაში ეკონომიკური თეორია შეისწავლის სწორედ იმას, თუ როგორ ხდება შეზღუდული, თუ გახსოვთ, ძალზე მნიშვნელოვანი ტერმინი, შეზღუდული რესურსების, შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე საქონლის წარმოება, მომსახურების გაწევა, იმისათვის, რათა მათი მოცულობა იყოს მაქსიმალური და დაკმაყოფილებული იქნას საზოგადოებრივი მოთხოვნა. აი სწორედ ამ ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით შეგვიძლია ჩვენ ავხსნათ ის ეკონომიკური ფენომენი, თუ რატომ ვაჭრობენ ინდივიდები ერთმანეთში. ის თუ რატომ არის ასე გაცხოველებული ვაჭრობა სახელმწიფოებს შორის. თეორიულად თითქოს და სავსებით შესაძლებელია, რომ თითოეულმა ინდივიდმა, საზოგადოების წევრმა თუ საზოგადოებამ მთლიანობაში დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები ისე, რომ არ გაავრცელოს თავისი მოთხოვნა გარემომცველ სამყაროზე. ანუ პრაქტიკულად ჩამოყალიბდეს როგორც თვითკმარი ერთეული, როგორც თვითკმარი მოვლენა. სხვათა შორის კაცობრიობის ისტორია, მისი ეკონომიკური განვითარების ისტორია სწორედ მტკიცებულება გახლავთ იმისა, რომ ადამიანებმა კაცობრიობის წარმოშობის ადრეული ეტაპებიდან დღემდე გავლეს ის რთული გზა, როდესაც საწყის წერტილში პრაქტიკულად ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფები ყველა საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე თვითონ ფიქრობდა, ზრუნავდა. მაგრამ მოგვიანებით საზოგადოებრივმა განვითარებამ დაადასტურა და ნათელყო, რომ საზოგადოებაში არსებობს ბევრად უფრო ეფექტური მექანიზმები, რომლებიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფენ მის თითოეულ წევრს უკეთესი მომსახურებით, საქონლის მეტი მოცულობის მიწოდები და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებით. სწორედ განვითარების ამგვარმა სცენარმა მოიტანა ის, რომ ადამიანები თანდათან გახდნენ ურთიერთდამოკიდებულები. ანუ ადამიანებმა დაიწყეს გათვითცნობიერება იმისა, რომ საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არ არის არავითარი საჭიროება იმისა, რათა ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ ყოველივე ის, რაც ჩვენ გვესაჭიროება. ანუ თვითკმარობის პრინციპი ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად უგულვებელყოფილი იქნა და ბუნებრივია ეს პრინციპი იქნა უარყოფილი ისევ და ისევ საზოგადოებრივი კეთილდღეობის
გასაზრდელად და გასაუმჯობესებლად, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად. წარმოიშვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადამიანმა თუ ფირმამ უნდა აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოდის, რაშიც იგი აღმატებულია და გააჩნია უპირატესობა. შესაბამისად, ამ პრინციპის გამოყენებით უკვე გადანაწილებული იქნა, ასე ვთქვათ, ის ფუნქციონალური არეალი, რომლის მეშვეობითაც საბოლოო ჯამში მთლიანობაში იქმნება ჩვენი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი ყველა მომსახურება თუ საქონელი, მაგრამ იგი იწარმოება განსხვავებული ინდივიდების თუ განსხვავებული ფირმების მიერ. ამგვარად გაეცა პასუხი კითხვებს, თუ რატომ ხდება ურთიერთდამოკიდებულება აუცილებელი და რა განაპირობებს ვაჭრობაში, წარმოებაში ურთიერთჩაბმულობის აუცილებლობას. ამგვარად თუ მოვიშველიებთ ჩვენთვის ნაცნობი ეკონომიკური შინაარსის ძირითადი იდეებიდან ერთ-ერთს, კერძოდ ალტერნატიული ღირებულების პრინციპს, ჩვენ დავწმუნდებით, რომ საფუძველი ამ ურთიერთდამოკიდებულებისა და ძალზედ ინტენსიური ურთიერთობისა წარმოებასა და ვაჭრობაში სწორედ ძევს, მდგომარეობს ალტერნატიულ ღირებებს შორის